მოგესალმებით ბატონო მაია. მოგესალმებით. დღეს მორიგი ფილმის პრემიერა არის და ხელოვანთა არხის მაყურებლისთვის ინფორმაციის სახით რომ მოგვაწოდოთ. პირადად თქვენი როლი ამ ფილმში რა არის, რა წვლილი შეიტანეთ და განჩეს თქვენ თავად იტყვით. დიდი სიამოვნებით. ეს არის გოგი თორადის ფილმის ხალდეს აჯანყის პრემიერა. ფილმში ვარ მხატვარი. თქვენი ფილმი ხალდეს აჯანყება ეძღვნება გმირებს. ეს არის ამბავი იმ სვანებისა, რომელმაც თავის სიცოცხლე ყოველი ძირფასი სამშობლოში შეწირეს. ფილმზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო და ამავე დროს ცოტა სენსიტიურიც ვარ, ჩემი ძმებია. ჩემი ძმებია 27 წლის ასაკში საქართველოს პოლიტიკური მთლიანობისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გერულა დაიწყო. დიდაჯერებულია ვახტანგ არის პირველი ხალხის მოდელი. აი ამ ფილმში მაჩვენებია რომ ამ ოთხმა გვარმა მთელი ჩვენი ქვეყნის ღირსება დაიცვა და თან ერთიანობით სიმტკიცით მოახერხეს მათ ეს. ესე იგი აქ ამდენი ხანი მიდიოდა იერიშები სოფელზე დაბომბველი ყოველდღიური, მაგრამ არც ერთი არ გაწყდა. იბრძოლეს ბოლომდე, გვაჩვენეს ეს ჩვენი წინაპრების გაუტეხელი სული, ჩვენი ხედრული მამაცობა. აი ეს იყო ხალდედა, ეს არის ნაჩვენები ამ ფილმში. და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ ფილმმა თავისი მოვალეობა შეასრულა. დიდი მადლობა. მადლობთ. თუ რა დაამატებთ რა იმეს ხელმოწმეა? მინდა გითხრათ, რომ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფილმის რეჟისორს ვახტანგ თორადეს და გადავდებ ჯგუფს. ძალიან საინტერესო იყო ფილმზე მუშაობა ჩემთვის, როგორც პროფესიული თვალსაზრისით, ასევე ემოციურადაც. ეს ფილმი არის მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო მხატვრული დოკუმენტური ფილმი, რომლის იდეაც დაიბადა 3 წლის წინ ბატონი როყოლა ჩეგიანის მიერ. ეს ადამიანი უზომოდ შეყვარებული თავის საქართველოზე და თავის ხუთზე დედეხის განმავლობაში აკეთებდა სატელევიზიო გადაცემებს და შემოთავაზა მე რომ გადავედებინა ასეთი ფილმი თორემ რომლებიც მეფის რუსეთის დროს მოხდა ეს სიტუაცია, რომ კოლონიალური რუსეთი შევიდა სვანეთში დასაყრობად და ეს უბრძოლველად ჩაბარება ამ ხალხის მიერ მიუღებელი იყოს, მით უმეტეს სვანების მიერ.